ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის წინ დაწვეს. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლოდ ავიარეისების მიღება განაახლა. როდის აინთება ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხედა, როგორი იქნება მისი დიზაინი? ქუთაისში გარემოვაჭრეები ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს. რა პრობლემებია წერეთლის ქუჩაზე და რასაც ხადებენ საგზაო დეპარტამენტში? ჩაანაცვლა თუ არა ონლაინ სწავლებამ საკლასო ოთახები და როგორ მოხდება მოსწავლეების წლიური შეფასება. მთავარი სპეციალური გამოშვების კითხვებს 20 საათზე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი თამუნა ციცვიძე პასუხობს. მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. აქედან იმერეთში 111 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში იმყოფება 1347 ადამიანი. მათ შორის მძიმე პაციენტია 236, ხელოვნური სუნთქვის აპარატია 63 ადამიანი. რეგიონის კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 123, საკარანტინო სივრცეებში კი 7 ადამიანი. იმერეთში თვით იზოლაციაში იმყოფება 6088 პირი. სამწუხაროდ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 46 პაციენტი გარდაიცვალა. ვირუსისაგან გამოჯამრთელდა 4227 ადამიანი. ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის წინ დაწვეს. სიმბოლური პერფორმანსი პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაიამ გამართა. რას უწუნებს ოპოზიცია ქუთაისის მთავარ საფინანსო დოკუმენტს და რა პასუხი აქვთ მერიაში? დეტალებით ნახეთ სიუჟეტი. მიაყარე კედელში რა, ამგე საშველი მაინც არა. გოგი წულაიამ ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიის წინ დაწვა. პოლიტიკოსმა ასე ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში თანხების განაწილება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების ბიუჯეტის ზრდის ნაცვლად თანხები კვლავ ხელფასებსა და უმიზნო პროექტებზე მიემართება, რაც საბოლოო ჯამში ქალაქს და მის მოსახლეობას აღარიბებს. 12 მილიონი იყო ინფრასტრუქტურაზე, წელს არის 9 მილიონს და ამდენი უშევარი ყავს ამ გაზაფხულზე დაემატება და ზაფხულზე უკვე ადამიანები ვის ბეტონს ზილავდა, ვის ბიტუმს ზილავდა, ვის ასფალტს აკეთებდა და ასე შემდეგ. ბიუჯეტი არ არის ქალაქის განვითარებაზე მოწყობილი, არამედ იმაზე არის მოწყობილი თუ როგორ შეინახოს ეს ხროვა, როგორ შეშჭამოდა, შეაღრამუნა, ფული იმაზეა აწყობილი ეს. ბიუჯეტში დააქვს მხოლოდ სახელმწიფო ფონდს 2 მილიონი ლარით გაიზარდა, სარეზერვო ფონდს 700.000 ლარამდე გაიზარდა, ისეთ ხარჯებს, რომელსაც ვერ აკონტროლებს ვერავინ. ბიუჯეტთან დაკავშირებულ პროტესტს შეუერთდა პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ბესიკ ბრეგაძე. ბრეგაძემ ყურადღება ასევე ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ განაწილებაზე გაამახვილა. პოლიტიკოსმა სხვადასხვა თემებთან ერთად მერიის ახალი ინიციატივა გააპროტესტა, რომელიც სოციალურად დაუცველი ახლა დაოჯახებული წყულების ხელშეწყობას ითვალისწინებს. გზებში ხარჯება პირობითად მიმდინარე რემონტი არის 700.000 ლარი, ხოლო კაპიტალური რემონტი 500.000 ლარი და ამ დროს საპროექტო სახარჯთაღრიცხვა სამუშაოებზე გამოყოფილი აქვს 600.000 ლარი. ნუ ლოგიკა ალბათ ხვდებით რაც ხდება, იმიტომ რომ ბიუჯეტი არის ფაქტიურად ფულის საჭრელი მანქანად გადაქცეული და წარმოუდგენელია უბრალოდ რაიმე განვითარებაზე, პერსპექტივაზე, მომავალზე საუბარი, იმიტომ რომ აი სოციალურ ფონდში მაგალითად ინიციატივით გამოვიდა სამსახური ახალი პროგრამა დაემატა და ღიმილის მონგრელიც აღარა უკვე ეს დაოჯახების ხელშეწყობის პროგრამა არის ესეთი. ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში კონკრეტულ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთეს. თუმცა დაახლოებით ერთი კვირის წინ ქუთაისის ახლად არჩეულმა მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თავად საკმაოდ პოზიტიურად შეაფასა ქუთაისის 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი და მის მიერვე ინიცირებულ ახალ პროგრამაზეც ისაუბრა.
პირველიდან მნიშვნელოვანი თემატიკა და თემა დროიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის ბიუჯეტის პროექტი, იქნება სოციალურ პრობლემატიკაზე ორიენტირებული ბიუჯეტი. ჩვენ დაახლოებით 9 მილიონზე მეტით გავზარდეთ სოციალური ბიუჯეტი და ამავდროულად, რა თქმა უნდა, აქტიური თემა იქნება ინფრასტრუქტურის თემები, წარდგენილია დაახლოებით 12 მილიონი ლარის პროექტები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში. აი ეს არის ძირითადი თემები, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა გავახორციელოთ. ბიუჯეტში გვექნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახების სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ინტერნეტის წვდომასთან დაკავშირებით და ჩვენ მათ დაუფინანსებთ ინტერნეტის ღირებულებას, რომ მათ ჰქონდეთ წვდომა განათლებაზე. ასევე წარდგენილი გვაქვს საკრებულოში ახალი სოციალური პროექტი, რომელთაც გვინდა რომ ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველ ახლად დაქორწინებულ ოჯახებს, რომლებიც ქუთაისში ცხოვრობენ და აქ იქნებიან. ქუთაისის საკრებულოს კომისიებმა ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი ერთხელ უკვე განიხილეს და ქუთაისის მერიას ტექნიკური შენიშვნებით უკან დაუბრუნეს. წელევანდელი ბიუჯეტი პირველადი მონაცემებით 58 მილიონ 586,000 ლარს შეადგენს, ხოლო რაც შეეხება ქალაქის 2020 წლის ბიუჯეტს, იგი წინასწარი მონაცემებით 61 მილიონ 36,200 ლარს შეადგენდა. ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2021 წლის დოკუმენტში 4,5 მილიონია გამოყოფილი. იგივე ეხება სოციალურ პროექტებსაც. ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა საპატრულო პოლიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლებთან ერთად გარე ვაჭრობის აღკვეთის მონიტორინგის მიზნით მორიგი შემოვლა განახორციელეს. ქალაქის ცენტრალურ ბაზართან შინაგან საქმეთა სამინისტროს და ზედამხედველობის თანამშრომლებმა გარე ვაჭრობა აღკვეთეს და მოქალაქეები ბაზრის შიდა ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ამასთან ბაზრის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას, რომ მოვაჭრეები, რომლებიც ბაზრის შიდა ტერიტორიაზე შევლენ, საახალწლო დღეებში გადასახადის მოსაკრებლის მხოლოდ ნახევარს გადაიხდიან. გარე ვაჭრობის აღკვეთის მიზნით ზედამხედველობის სამსახური საახალწლო დღეებში პერმანენტულად მოაწყობს მსგავს ერთობლივ მონიტორინგს, წერია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად აღორციელებს მონიტორინგს გარე ვაჭრობაზე. ბაზარში გამოყოფილია შესაბამისი ადგილები გარე მოვაჭრეებისათვის და მოხდება, ვინც დღეს უნებართოდ არის ქუჩაში გამოსული და ვაჭრობს, ამ ადამიანების შეყვანა ბაზრის ტერიტორიაზე. ჩვენ მოგვართა მერიის ზედამხედველობის სამსახურმა და მზად ვართ, რომ ყველა მსურველი, ვისაც ექნება სურვილი, რომ შემოვიდეს და თავისი საქმიანობა აწარმოოს ბაზარში, გამოვუყოთ ადგილები და გაუწიოთ გარკვეული შეღავათები გარკვეული პერიოდის განმავლობაში. წერეთლის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ მოქალაქეები. გოგიწულაიამ პროტესტის ნიშნად დროში გაწევლილ სამუშაოებს ტორტითა და სანთლებით იუბილე მიულოცა. ვრცლად ნახეთ მასალა. გადაადგილებაზე გვიშლის მოსახლეობას ხელს ეს ამორტიზებული გზა და ძალიან დისკომფორტში ვართ. ასე აფასებს მოქალაქე ქუთაისში წერეთლის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. მოსახლეობის თქმით, მათ გადათხრულ გზებზე ავტომობილები დაუზიანდათ, პრობლემა ექმნებათ პენსიონერებს. ყოველ დილით დავდივარ სამსახურში აქ. და რა თქმა უნდა პრობლემა არის. მანქანა ორი მანქანა მყავს და არც ერთი აღარ მივარგა ამ გზის გადამკიდე და ხევარწელია გასული და არავინ არ აქცევს ყურადღებას. სამუშაოები თუ მიმდინარეობს ადგილზე? არა. იქეთ ხარეს მუშაობენ რაღაცას, თუ აქეთ საერთოდ არაფერს არ აკეთებ. იქეთ ხო საერთოდ შევიწროებულია გზა ტყილა. 3-4 თვეა იქ შევიწროებული არის და ძალიან ჭირს მოძრაობა. მუშაობა შეგიმცირდა თუ არა შედეგად? შემცირდა მიწოდების დრო შემცირდა, დისტრიბუცია გვაქვს და მიწოდებაზე ფერხთებით რა, დროში არის შეფერხება. ვერ დავდივართ, ერთი იქ ზნაკია ისეთი, რომ არ შეიძლება შემოსვლა და თან ვიპარები, ალბათ ასე მგონია მე. იქედან ჩაკეტილია, აქედან ჩაკეტილი და აგერ პენსიები და ეგ ყველაფერი აგერ ისა, რა ქვია ამას. გასარკვევი რასაც უყურებთ და რაც გადაადგილდებით, ძალიან შემაფერხებელია გზის არარსებობა. თუ კი მოლადათორდება, უმჯობესი იქნება ქალაქისთვის და მოსახლეობისთვისაც, ქვეყნისთვისაც.
3 წელია აქ მცხოვრებ ადამიანებს არ ღირსებიათ ნორმალური გზა. პარტია თავისუფალი საქართველოს იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ წერეთლის გამზირზე გზას, სადაც სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე 3 წელია მიმდინარეობს, იუბილე გადაუხადა. მისი თქმით, მერია არასწორი მენეჯმენტის გამო ერთსა და იმავე გზას რამდენჯერმე თხრის და სამუშაოებს წლების განმავლობაში აჭიანურებს. გოგი წულაიამ 3 წლის იუბილეს აღსანიშნავად ტორტი და სანთლები მიიტანა. 3 წელი შესრულდა დღეს, რაც აქ დაიწყო სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს ხო ხელისუფლების უთაობაა, რომ ყველაფერი ერთად გააკეთოს. ჯერ დაიწყო ინტერნეტის კაბელები ჩაყარა, გათხარენ, დააყარენ, მერე მოვიდა სოკარგაზი, გათხარა, დააყარა, ახლა დაიწყო კანალიზაცია და წყლები და მესამე წელია რაც ამ ქუჩაზე ცხოვრებ ადამიანებს და ამ ქუჩაზე მოქმედ ობიექტებს არ ღირსებია გზა, არ ღირსებია არაფერი. ტვერი ზაფხულზე, ზამთარში ტალახი. და ჩვენ ქალბატონ მაიას არაპლისეცკაიას ინფრასტრუქტურის მინისტრს მიულოცე მისი პირმშო მათი შედეგის ნაყოფი რომ გახდა 3 წლის და ულოცავ რომ გახდა კიდევ მინისტრი და გვაქვს იმედი რომ 7-8 წლამდე გააძლიერებს ამბავს. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან მეგატივს წერილობით აცნობეს, წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები 2020 წლის 17 სექტემბერს დაიწყო და 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება. წერეთლის ქუჩაზე სამუშაოები დაიწყო 2020 წლის 17 სექტემბერს. პროექტის ღირებულებაა 6.440.484 ლარი. დასრულების ვადაა 2021 წლის მარტის თვე. ეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, იცვლება სავალი ნაწილის საფუძველი, ეწყობა ბორდიური და ტროტუარი. ბალახვნიდან ჭავჭავაძის ქუჩამდე ფილები, ხოლო კინოსაქართლოდან ბალახვნამდე გრანიტით. საფარი იქნება ასფალტო-ბეტონის და გზა აღიჭურება განახლებული საგზაო ნიშნებითა და ჰორიზონტალური მონიშნით, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა საახალწლო პერიოდში ავიარეისების მიხება განაახლა. ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია ვიზიარმა პანდემიის პირობებში დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით და პირიქით პირველი ავიარეისი შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ჯამში დღეს 191 მგზავრს მოემსახურა. მგზავრებს აეროპორტში ქალაქ ქუთაისის ახლადარჩეული მერი იოსებ ხახალეიშვილი დახვდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, როგორც გამფრენ, ისე ჩამომფრენ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. ავიაკომპანია ვიზიარი ქუთაისი დორტმუნდის სააერო ხაზზე საახალწლო პერიოდში 3 რეისს განახორციელებს. მომდევნო რეისები 25 დეკემბერს და 8 იანვარს შესრულდება. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, დორტმუნდი-ქუთაისი დორტმუნდის რეისი COVID-19 პანდემიის დროს დაწესებული ყველა რეგულაციით შესრულდა. არგოლხდიანი შესვენების შემდეგ დღეს ვიზიარმა აღადგინა ფრენები ქუთაისის მიმართულებით. პირველი რეისი ჩამოვფრინდა დორტმუნდიდან, მოგეხსენებათ, საახალწლოდ 3 რეისი განხორციელდება. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ახალი წლიდან მოხდება უფრო ინტენსიური ფრენები ჩვენი ქალაქის მიმართულებით. ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ ქუთაისი უმასპინძლებს, როგორც იცით, 2021 წლის ევროპის კულტურული მარშრუტების ფორუმს და ქუთაისის აეროპორტი და ვიზიარი იქნება მთავარი შემოყვანი ჩვენი სტუმრები და დარწმუნებული ვარ, რომ ფრენები უფრო მეტი ინტენსივობით აღწევდება ჩვენი ქალაქის მიმართულებით. მოხარულები ვართ, რომ საახალწლო პერიოდში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში შესრულდება რამოდენიმე ავიარეისი. დღეს ავიაკომპანია ვიზიარმა პანდემიის პირობებში რეგულაციების სრული დაცვით შეასრულა რეისი დორტმუნდი-ქუთაისი დორტმუნდის მიმართულებით. გზავრებს კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო COVID-19-ის მიერ დაწესებული რეგულაციები. ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. გამცილებლები დაიშვებიან იმ შემთხვევაში, თუ ბავშვებსა და შეშინულ პირების თანმხლები პირები არიან, ასევე პირბადის გარეშე და იმ შემთხვევაში, თუ 37-ზე მეტი ექნება ტემპერატურა, ისინი არ დაიშვებიან ტერმინალში. ყველა მგზავრს უსურვებ უსაფრთხო ფრენას. ქუთაისის მთავარი ნაძვისხე 25 დეკემბერს აინთება. ნაძვისხის საწყობა უკვე დაწყებულია. წლევანდელი ნაძვისხე ბაგრატის ტაძრის ორნამენტებით გაფორმდება. იგი ქალაქს წელს 15,000 ლარი უჯდება. მთლიანად კი საახალწლო განათებებისთვის ნაძვისხის ჩათვლით ქალაქში დაახლოებით 140,000 ლარი იხარჯება. გაუქმებულია ყველანაირი კულტურული ღონისძიება, არ იქნება არც ფოიერვერკი, თანხები კი სოციალური მიმართულებით გადანაწილდება.
ნაძვისხის დიზაინი წელს არის დაკავშირებული ქუთაისის თემატიკით. იქნება საკმაოდ საინტერესო, ინოვაციური და ახალი იდეა. ის გაფორმებული იქნება ბაგრატის ტაძრის ორნამენტებით და შესაბამისად ვფიქრობ, რომ ამან უნდა შესაბამისი მოწონება დაიმსახუროს ქალაქის მხრიდან. ქალაქში საახალწლო ილუმინაციების გარკვეული ნაწილი უკვე ჩართულია. 25 დეკემბრისთვის უკვე 25 დეკემბერს ავანჩებთ ქალაქის მთავარ ნაძვისხეს და ქალაქი იქნება სრულად განათლებული საახალწლო. რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველა სახის შემოქმედებით და კულტურული ღონისძიება გაუქმებულია, შესაბამისად არანაირი ღონისძიება ქალაქში საახალწლოდ დაგეგმილი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთხელ ვიზნოთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, წელსაც ქუთაისში საახალწლო ფოიერვერკი არ იქნება. კულტურული ღონისძიება არის გადადებული, თუმცა ნობათებით უზრუნველყოფას ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ ყველა ბენეფიციარს. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობას სტუმართან ერთად განაგრძობს. დისტანციურად ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ციცვიძე გვერდება. მოგესალმებით თამარ, მადლობა რომ გვერდებით. საღამოს მშვიდობის, მოგესალმებით. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. მადლობთ. ქალბატონ თამარ, კიდევ ერთი სემესტრი დასრულდა. როგორ აუწყვეთ ფეხი პედაგოგებმა და მოსწავლეებმა კომპიუტერული წიგნიერების მეცნიერებას, ანუ იგივე ონლაინ სწავლებას? უნდა აღვნიშნოთ, რომ მთლიანად მთელი სამყარო მე მგონი დიდი გამოწვევის წინაშე დგავართ და განსაკუთრებით მასწავლებლები, რადგან საკმაოდ რთული და შრომატევადი არის. შრომატევადია ზოგადად მასწავლებლის პროფესია. თავის მხრივ, მაგრამ აი ამ ფორმატში, რა ფორმატში ზოგადად ჩვენ გვიწევს მუშაობა, ძალიან რთულია იმ მხრივ, რომ იწვევს გარკვეულ ქაოსს, პრობლემებს და რა თქმა უნდა, სასურველ შედეგამდე მისასვლელი გზები უფრო და უფრო სუსტ ფორმებს წარმოაჩენს და აუცილებლად აისახება ალბათ წლევანდელი აკადემიური წლის შედეგებზეც ეს მოვლენები. თქვენ როგორ ფიქრობთ, ჩაანაცვლა თუ არა ონლაინ სწავლებამ საკლასო ოთახები? ვერასოდეს ვერ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ შეიძლება ოდესმე ადამიანების კომუნიკაციას, პირისპირ კომუნიკაციას რაიმე ფორმა მიცეს ჩანაცვლების ფორმა და სახე. უბრალოდ ალბათ ეს არის ერთადერთი საშუალება და გზა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, რომლის ალტერნატივაც ამოვიდა ზოგადად, მაგრამ ძალიან დიდი გამოწვევების და პრობლემების წინაშე ალბათ მომდევნო წლებში დაგვჭირდება კიდევ უფრო მუშაობა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ სირთულეებს ვაწყდებით მსგავსი ტიპის მუშაობის მიმართულებით. COVID პანდემიის გამო მსოფლიოში ყველგან ონლაინ სწავლებაზე არიან გადასული, მაგრამ ყველა მოსწავლე თუ ახერხებს საქართველოში ჩართვას ონლაინ გაკვეთილებზე? რა თქმა უნდა, დასწრების პრობლემა საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, იმიტომ რომ პირველ რიგში შეიძლება სურვილიც აქვს მოსწავლეს გაკვეთილზე დასწრების, მაგრამ ძალიან დიდი ტექნიკური ხარვეზები არის, რაც დროის ფაქტორის არასწორად და არამიზნობრივად ხარჯვასაც გულისხმობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ გაწერილია სპეციალური გრაფიკები გაკვეთილის მიმდინარეობის ხანგრძლივობისა, დაწყებით საფეხურზე, მაგალითად 20 წუთით განისაზღვრება გაკვეთილის სამუშაო დრო და დამეთანხმებით ალბათ რომ ძალიან რთულია 20 წუთში აწარმოა, ახსნა, გამოკითხვა და შეფასება და დასახო მიზნები და განახორციელო მიზნებამდე მისასვლელი გზა და აქტივობები და მაღალ საფეხურზე 9 საათით არის განსაზღვრული სამუშაო პროცესი და იქ კიდევ რა თქმა უნდა ეს დროის ფაქტორი საკმაოდ მცირეა. აქედან გამომდინარე, ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ისევ და ისევ ეს ფორმალური ხასიათის მატარებელია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ მოახერხებს მასწავლებელი მთლიანი კლასის გამოკითხვას, რა თქმა უნდა, ხა შეიძლება ვერც ყოველდღიურ გაკვეთილზე ვერ მოახერხო მთლიანი კლასი გამოიკითხო მასწავლებელმა, თუმცა აქ სხვადასხვა აქტივობებით შეგიძლია მთლიანი კლასი ჩაართო სხვადასხვა სავარჯიშოსა თუ აქტივობაში, რაც ონლაინ ფორმატით ცოტა კი არა და საკმაოდ რთული პროცესია. მიუხედავად ქალბატონ, მოსწავლეების შეფასება როგორ ხდება? ისე ნიშნებს უწერთ თუ რაიმე ქულებით აფასებთ მოსწავლეებს? მე საჯარო სკოლაში არ ვმუშაობ, ქალბატონო თამარ, სამედიცინო
სასწავლებელში მუშაობ სკოლაში, სამედიცინო სკოლაში და იქ შეფასების სისტემა, რა თქმა უნდა, ქულების დაწერით მიმდინარეობს და ვაფასებთ, მაგრამ აქტიურ ჩვეულების შეფასების რუბრიკა ფუნქციონირებს იმ ფორმატით, ოღონ ელექტრონული ჟურნალის ფორმატით ამ შემთხვევაში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა კრიტერიუმები ზუსტად ვერ უპასუხებს იმ შეფასების რუბრიკას, რაც რეალურად პირდაპირ კომუნიკაციის დროს ხდება წარმართულ ლექციასა თუ გაკვეთილზე. აქედან თუმცა, რა თქმა უნდა, ფორმალურად შეფასება უნდა მოხდეს და დაიდოს მის დამადასტურებელი ოქმები. ელექტრონულად აი დავალებების, საშინაო დავალებების ნახვა, შემოწმება, როგორ და რა ფორმით ხდება და რამდენად ახერხებს ამას მასწავლებელი ერთი ონლაინ ჩართვისას და ერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას? ერთი გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში თვითონ გაკვეთზე, რა თქმა უნდა, დავალების გასწორებას ფიზიკურად ვერ მოახერხებს მასწავლებელი, მაშინ გაკვეთილი უნდა გადადო გვერდზე და განსაკუთრებით ახალი ასახსნელი მასალა როცა უნდა წარადგინო მსმენელისთვის, ამისთვის სპეციალურ, ანუ როგორც ვიცით, სამუშაო პლატფორმა Teams-ი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იქ უნდა აიტვირთოს მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება და რა თქმა უნდა, გაკვეთილის დაწყებამდე, ანუ მიცემული წინა გაკვეთილზე მიცემული დავალება უკვე გასწორებული უნდა ქონდეს და რა თქმა უნდა, გარკვეული უკუგება უნდა დაუბრუნო მოსწავლეს აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით. თუმცა თვითონ გაკვეთილის პროცესში აქტივობის განხორციელება ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს, იმიტომ რომ მასწავლებელმა უნდა შეძლო ახალი მასალის ახსნა და ახსნას გარკვეულწილად კი ჭირდება ის, რაც განკუთვნილი არის ზოგადად გაკვეთილის ხანგრძლივობისათვის. აქედან გამომდინარე, თლიანი ბალანსი, რომ ვთქვათ, ეხლა ჩვენ საგაკვეთილო პროცესის, რა თქმა უნდა, დარღვეულია და ვერ მიყვება იმ ფორმატს. ნუ თვალსაჩინოების კუთხით დადებითი მხარე ის აქვს ონლაინ სწავლებას, რომ ძალიან კარგად შეგიძლია თვალსაჩინოების კუთხით წარადგინო მასალა. მაგრამ ნახეთ, წარდგენა ხო იმისთვის გვჭირდება, რომ ჩვენ ეს ყველაფერი მივიტანოთ ჩვენს მსვენელებამდე, ანუ ჩვენს აღსაზრდებამდე სწორად, ის რომ დავინახოთ, რომ გაიგეს, გაერკვნენ, შეითვისეს, არა მხოლოდ დაინახეს თვალით, არამედ გონებრივად ეს ყველაფერი ათვისებადია. აი, მაინც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით და ძალიან გაურმაგებული მოგვიწევს და ალბათ გაათმაგებული შრომა ამ წლის, ასე რომ ვთქვათ, ამოსაქაჩად. თუმცა გამოჩნდნენ ადამიანები არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, რომლებიც ამბობენ, რომ ონლაინ სწავლება მომავლის უკვე შესაძლოა იქცეს მომავლის წესად განათლების მიღების და თქვენ როგორ ფიქრობთ, რა რეალობა დაგვანახა ამ პანდემიამ? აი მე ვფიქრობ, რომ მაინც ჩემ აზრზე დარჩები, არ არსებობს არანაირი ფორმა სწავლების, რომელმაც შეუძლია ჩაანაცვლოს მოსწავლესა და მასწავლებელს შორის სწავლა-სწავლების პროცესი. და ალბათ ამაზე ბევრი პედაგოგი დამეთანხმება, იმიტომ რომ სწავლა-სწავლება ეს არ არის მხოლოდ ცოდნის გადაცემა მიღება. ჩვენ ვიცით, რომ სააღმზრდელობლად ძალიან დიდი ფუნქცია აკისრია საგანმანათლებლო დაწესებულებას, როგორიც არის სკოლა და ჩვენი მისია არა მხოლოდ საგნის მიწოდება, ახსნა და გადაცემა არის ჩვენი მოსწავლეებისთვის, არამედ მათი პიროვნების სწორად ფორმირება, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენ მე ძალიან მომწონს ფინური განათლების სისტემა და ყოველთვის აღვნიშნავ ხოლმე მის შესახებ. იქ მასწავლებლების დევიზი ასეთი არის: მოსწავლე შეიძლება მოვამზადოთ გამოცდებისთვის და ცხოვრებისთვის და ჩვენ ვირჩევთ ამ შემთხვევაში მეორეს. ანუ მათი მთავარი დევიზი მოსწავლის ფორმირება, ჩამოყალიბება არის უბრალოდ პრაქტიკულად რეალური ცხოვრებისათვის და აი მე ვფიქრობ, არ შეიძლება ფიზიკურად ეს ყველაფერი ონლაინ დისტანციური სწავლებით მიისცე მოსწავლეს. იმიტომ რომ ნახეთ, პირდაპირ ურთიერთობაში ძალიან ბევრი ფაქტები, სიტუაციები, მდგომარეობებია, სადაც მასწავლებლის გვერდით დგომა მოსწავლეს ჭირდება სხვა რაკურსით. თუნდაც მეგობრის კუთხით, დამრიგებლის, მშობლის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნახევარზე მეტი ემიგრანტი მშობელია და ჩვენ ამ სირთულეებსაც ძალიან ყოველდღიურად ხვდებით ხოლმე, რომ აი ძალიან ბევრი აღსაზრდელი ან ბებოსთან, ან დეიდასთან, ან ოჯახის რომელიმე წევრთან არის და რა ფსიქოლოგიური მომენტი აქაც საკმაოდ რთულია და აი ამ ონლაინ სწავლებამ გამოიწვია და გამოიწვევს კიდევ უფრო მე ვფიქრობ ფსიქოლოგიურ პრობლემებს და გამოიწვევს ანალიტიკური აზროვნების პრობლემასაც, იმიტომ რომ დამერწმუნებით სამუშაო პროცესშიც კი დიდხანს მონიტორთან რომ
ჯდომა და დროის გატარება ზრდასრულზე მოქმედებს უარყოფითად და წარმოიდგინეთ ახლა ახსაზრდელისთვის რამდენადზე რთულად შეიძლება და ცუდად აისახოს მის გონებრივ განვითარებაზე. თუ გადავხედავთ თანმიმდგომარეობას, რომ ისეთ მიჯაჭვულია ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამ ტექნოლოგიებს, კარგია განვითარება, მე მივესალმები და არ მინდა ხა ისე იფიქროს ჩვენ მასმენელმა, რომ 21 საუკუნეში, ტექნოლოგიების საუკუნეში, რატომაც არა, ჩვენ რა თქმა უნდა განვითარდეთ და სიახლეებს ფეხი ავუწყოთ, მაგრამ ადამიანური ის ძვირფასი ღირებულებები, რაც არის და რასაც ზუსტად სკოლამ უნდა უზრუნველყოს და მისცეს და ჩადოს მოსწავლეში, ამას ვერანაირი ონლაინ და დისტანციური სწავლება ვერ უზრუნველყოფს და ვერ გავა ამ შედეგზე ვერანაირად. იმედია მალე დასრულდება ონლაინ სწავლება და ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მასწავლებლებიც მუშაობას და მოსწავლეებიც სწავლასაც. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო თამარ, თარგმანშვიდობებით ტელემაყურებლებს კი შევახსენებთ, რომ საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვების ონლაინ ჩართვის სტუმარი გახდათ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ციცვიძე. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს, მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა, გამშვიდობებით ხვალამდე. მადლობა რომ გიყურებთ. ნახვამდის. პარლამენტში 4 კომიტეტის გაერთიანებული მოსმენა გაიმართა. რა კითხვები აქვთ ქართული ოცნების წევრებს თავისივე გუნდის კანდიდატებთან. საქართველოს მთავრობას პანდემიის მიუხედავად სტრუქტურული და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება არ შეუჩერებია, განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა. ასევე ნათია თურნავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს აქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, საპრივატიზებო ობიექტებიდან 124 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა. პანდემიის პერიოდში 2020 წელს მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს აქტივობა იყო საკმაოდ შემცირებული, ესეთი გამჭვირვალე და მარტივი ელექტრონული პლატფორმების შეგმის შედეგად 124 მილიონი ლარის მობილიზება მოხერხდა საპრივატიზებო ობიექტებიდან. ასევე გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმა პარლამენტის ხარდაჭერით, რასაკვირველია, როდესაც ორი უწყება შეირწყა, ეს არის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო და საფინანსო მომსახურების სააგენტო. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელდება ამიერიდან უძრავი და მოძრავი ქონების განკარგვა და ეხლა უკვე ელექტრონული პლატფორმა არის მზადების პროცესში. ბიუჯეტის დეფიციტის პირობებში უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხომ არ დავიწყოთ? ასეთი კითხვით მიმართა პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა ნათია თურნავას. უფრო აგრესიული პრივატიზების პროგრამა ხო არ დავიწყოთ, როგორც სახელმწიფო საწარმოების, ისე თქვათ ლევანთან დაკავშირებით მიწის პრივატიზება მეც სამუშაო ადგილსაც შექმნიდა, ბიუჯეტშიც თანხები გაჩნდებოდა და რაღაცნაირად ეკონომიკის გაჯანსაღებასაც შეუწყობდა ხელს. დღესვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ თქვა, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროგრამას დიდი ხარვეზი აქვს და მინისტრობის კანდიდატს დაჰპირდა, რომ არ მოასვენებდა. კარგი გაგებით არ მოგასვენებთ თქვენ და თქვენს მოადგილეებს, ეს მინდა რომ წინასწარ მომიტევოთ და ეს რო ვიცოდეთ. სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ტექნიკური დათვალიერების პროგრამა მანქანებზე, ავტომობილებზე, ავტოტრანსპორტზე პირდაპირ გეტყვით, უკეთესის შედეგის სურვილს ტოვებს. აი, ეხლა ჩვენ რო ავდგეთ და წავიდეთ, აი, შეიძლება ვნახოთ რამდენიმე ადგილი, სადაც ეგრეთ წოდებულ ტეხაცმოც აძლევენ, თუმცა მანქანა გამოდის ისევ არასასურველ მდგომარეობაში და აბინძურებს გარემოს. საუბარი ასევე იყო ნამახვანი ჰესის, ანაკლიის სპორტის, სოფლად დასაქმებული ადამიანებისა და სხვა თემებზე. მოსმენას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. იცით, რომ ენგურის რეაბილიტაცია გარდუვალია და უნდა გაჩერდეს და მაგ კითხვა რა პოლიტიკას აპირებთ, რომ გაატაროთ აფხაზეთთან მიმართებაში ენერგოპოლიტიკის სახით. ეს ერთი და მეორე. ჩვენ 5 ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც არის სერიოზულად მარეგულირებელი იმ ოფიციალური მონაცემებით, რაც ხელთ გვაქვს, ჩვენ ვიცით, რომ წყლის დონე წყალსაცავებში არის საკმაოდ კრიტიკული, იმიტომ რომ არ არის ნალექების რაოდენობა. აპირებთ თუ არა, რომ ენერგეტიკულ მომავალ სტრატეგიაში, რომელიც ახლა მზადდება ეკონომიკის სამინისტროში, იყოს გათვალისწინებული უფრო ფართო მასშტაბიანად სხვა ალტერნატივები და რა ალტერნატივები იქნება. რამდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს ცხვრის გადასარეკე ტრასების საბოლოოდ მოწესრიგების პრობლემა. ძალიან ბევრი კონფლიქტების გამომწვევი არის მოუწესრიგებელი და დაურეგისტრირებელი ცხვრის გადასარეკე ტრასები. ამიტომ ვთხოვთ, რომ ამაში, ასე ვთქვათ, ქონების მართვის სამსახური აქტიურად ჩაერთოს.
მეორე საკითხი ასევე ეხება საძოვრების საკითხს, იმიტომ რომ დღესდღეობით მაგალითად არავის არ შეუძლია რომ საძოვრი აიღოს იჯარით. ოპოზიციური პარტიების ხდომას არ ესწრებოდნენ. ისინი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ელოდებიან. დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში შედგება. გუშინ ქართული ოცნების წარმომადგენლებაც განაცხადეს, რომ სავარაუდოდ ამ კვირაში იქნება მოლაპარაკების მორიგი რაუნდი. მოლაპარაკებები გაგრძელდება, მთავარი არის ქართულ ოცნებას თუ ექნება მოლაპარაკების, ასე ვთქვათ, სურვილი და რესურსი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ აცხადებს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის და მზად ვართ ასევე განვიხილოთ ის კომპრომისული წინადადებები, რითაც მოვა მოლაპარაკებებზე ქართული ოცნების წარმომადგენლები. სიმბოლური აქტია ნამდვილად ერთპარტიული პარლამენტის მიერ ზუსტად რაღაც ლურჯი მთავრობის დამტკიცება, რომელიც რეალურად რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკისთვის, პანდემიის უმძიმესი მდგომარეობისთვის და ზოგადად ბოლო 8 წლის განმავლობაში თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში, უფრო და უფრო ღარიბდება. დიდ ბრიტანეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სახეობის გამო საქართველოში არსებულ სპეციალურ სივრცეებში 12 დღიან სავალდებულო კარანტინს დაექვემდებარება საქართველოს და ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქე, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გადაწყვეტილება უწყებაჩორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. დიდი ბრიტანეთი ისედაც არ შედის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ იმ 18 ქვეყანას შორის, რომელთა მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის მქონე პირებისთვის შესაბამისი პირობებით დასაშვები იყო ქვეყანაში შემოსვლა. არც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან საქართველოს ამ ეტაპზე არ აქვს. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ეხება საქართველოს მოქალაქეებს, ასევე ბიზნეს ვიზიტორებს, რომელთაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ მოგზაურობის ისტორია ბრიტანეთში, ასევე ყველა იმ 18 ქვეყნის მოქალაქესა და რეზიდენტს, რომელთათვის როგორც ზემოთ აღნიშნე, გარკვეული პირობებით დასაშვები იყო ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა. დიდ ბრიტანეთში დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამი გამოჩნდა, მასთან საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა გერმანია, იტალია, ბელგია, ირლანდიის რესპუბლიკა, თურქეთი და კანადა. ჯანდაცვის მდივანი მეტ ჰენკოკი აცხადებს, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილი შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ეპიდემიოლოგების თანახმად არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ახალი შტამი სიცოცხლისთვის უფრო საშიშია, ან დაავადების უფრო მძიმე ფორმას იწვევს. ამის შესახებ BBC წერს, ოფიციალური მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში კვირას 35,928 გაიზარდა. დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებსაც სამსახურში ხელფასის ჩარიცხვა ბოლოს 4 დეკემბრის ჩათვლით უფიქსირდებათ, დეკემბრის თვეში ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ. ცვლილებების შესახებ ახალი დადგენილება 18 დეკემბრით თარიღდება. აღნიშნულ ცვლილებამდე კომპენსაციის მიღება შეეძლოთ პირებს, რომლებსაც ბოლო ჩარიცხვა 27 ნოემბერს უფიქსირდებოდათ. შრომის ბაზრის დიდი ნაწილი ანტიკრიზისული დახმარების გარეშე დარჩა. ასე აფასებს EMC დაანონსებულ დახმარებას. ახალი ანტიკრიზისული გეგმის თანახმად მონაცემებს სარეგისტრაციო ვებგვერდზე ობიექტის ადმინისტრაცია ავსებს. რეალურად ქმნის ისეთ მდგომარეობას, რომ არაფორმალები არის დამოკიდებული კეთილნებაზე, ამ სხვადასხვა ობიექტების მეპატრონეების თუ მმართველების და პრაქტიკაში შემთხვევაში შეიძლება არ კონდეთ კარგი ურთიერთობა, ხო, და ხშირი არის კონფლიქტები ესეთ ობიექტებზე და ამავდროულად ის რომ შევსება და დოკუმენტის წარდგენა ხდება ობიექტის ვალდებულია მათ კიდევ ერთ ბერკეტს აძლევს. ამიტომ თვლით, რომ პროცედურა, რომელიც ეფუძნება არაუშუალოდ და არაფორმალების მიმართვას, არამედ სხვა საკისრებს თავის პასუხისმგებლობას, ძალიან სერიოზულ რისკებს შეიცავს. დაურეგისტრირებელ თვითდასაქმებულს RSG-ზე რეგისტრაცია დისტანციურად მხოლოდ ინტერნეტ ექსპლორერით შეუძლია. პირველი ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ყველა ბრაუზერიდან იყო შესაძლებელი. თვითდასაქმებულებს რეგისტრაციის ვადა 24 დეკემბრამდე აქვთ. უცხოეთის სიახლეები მოკლედ. ამერიკის შეერთებული შტატები მოდერნას მიერ შემუშავებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი აცრებისთვის ემზადება. ამის შესახებ CNN წერს. Pfizer BioNTech-ის ვაქცინის შემდეგ მოდერნას ვაქცინა 18 დეკემბერს მეორე პრეპარატი გახდა, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიიღო სასწრაფო წესით გამოყენების უფლება. მოდერნას ვაქცინა შევა კლინიკებში, სკოლებში და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში.
ვიდეო კონფერენციების პლატფორმა Zoom-ი საშობაოდ მომხმარებელს სასაუბრო დროს არ შეუზღუდავს, რაც ზოგადად 40 წუთს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters აქვეყნებს. კომპანია აცხადებს, რომ მათი მიზანია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება მისცენ. ეს ცვლილება იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება.